გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები. ამ სახელწოდების სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია ივნისში გაიმართება. ღონისძიება პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს. რეგისტრაცია 20 აპრილს დასრულდება. კონფერენციის ფარგლებში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორს პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის პრემია გადაეცემა. მიმდინარე წელს კონფერენცია გაფართოებული ფორმატით ტარდება, გულისხმობ იმას, რომ საერთაშორისო კონფერენცია იქნება პირველად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ საერთაშორისო დატვირთვა ექნება მას სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებთანაც გალობის უნივერსიტეტს აქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის გაფორმებული, ჩაერთვებიან უცხოელი სტუდენტები და ეს ფაქტი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მეტად საგულისხმო არის ჩვენი სტუდენტებისთვის, არა მხოლოდ გალობის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. რეგისტრაცია კვლავ გრძელდება, მოვუწოდებ ყველას ახალგაზრდა მკვლევრებს, სტუდენტებს, რომ დარეგისტრირდნენ. კონფერენციის თემატიკა ფართო არის, რასაკვირველია, კვლევითი თემატიკა დაკავშირებული უნდა იყოს მუსიკასთან და ეთნოლოგიასთან, მუსიკოლოგიის და ეთნოლოგიის საკითხებისადმი იქნება მიძღვნილი და ტრადიციულად წელსაც მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა, რომელიც მიიღებს მანანა ანდრიაძის სახელობის პრემიას. ამ კონფერენციის დატვირთვა და დანიშნულება, რა თქმა უნდა, არის სტუდენტებში, ახალგაზრდებში სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, განვითარება და იმავდროულად ჩვენ გარკვეულად პატივს მივაგებთ ცნობილ მეცნიერს მანანა ანდრიაძეს, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის მუსიკოლოგიის, ამ მიმართულების, საეკლესიო მუსიკოლოგიის განვითარებაში. მე მისი მოსწავლე ვარ და გარკვეულად ამ ფორმითაც გამოვხატავ ჩემს უსაზღვრო მადლიერებას ჩემი პედაგოგის მიმართ. მან ბევრი მოსწავლე აღზარდა და შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო სკოლა ჩამოაყალიბა. ამდენად გვინდა, რომ მისი დამსახურება იყოს ცნობილი ახალგაზრდა თაობისთვისაც და იმ მეთოდოლოგიით, იმ სულისკვეთებით, იმ მაღალი აკადემიური ხარისხით, რომლითაც თავად ეს მეცნიერი იკვლევდა და შემდეგ ეს გამოცდილება გადასცა თავის სტუდენტებს, ჩვენი მხრივ მივაწოდოთ ახალგაზრდა თაობას.